აქეთ თუ აქ გურბა. მოგესალმებით მეგობრებო, ალბათ შემიძლია კარგად ისმის, წეგან კი ნახავდით ვიდეოს და მიხვდებოდით რაც ხდება. ზაზოში. მივდივართ გურჯისტანაში. მერაბა არ გადაშლა. შუან ბიზგიდიორ გურჯისტანდა. ოხარულები ვართ ყველანი. თან დიდი ხანია ვიდეოც არ დაგვიდია. კაი ხანი არის, ვიდეოც არ დაგვიდია. ნახე რამდენი მარგი მაქვს. აქ შუაში დრონი. აქ ამდენი ჩემოდანი. აქ PlayStation-ი. აქ ჩემი აქ სულიანად ფეხსაცმელები დევს. პიზდეციას. ვაიმე ვერ მომდივარ. ვერ მომდივარ. წამო თან. აქეთ თუ აქ გურბალი ვერ უნდა მიდას. კაი მაშინ უკნა ნავიდე, წავედით, აგეთით ვინავი. ოპა. აუ, რამდენი ხელბარგი წამ ერთოს და აი ჩაუწვევი. კარში წავალთ და მერე თბილისში. რა ვიცი, მე უნდა და გამაჭირდეს. არა, მაგრამ რომ მოვიდი მაშინ. ბიჭო, სად ვარ? ხანახე 31 ბერო. შენ რა გაქვს? 30. რა. პატარა სად არის? ერთი ბაღის რატომა? მე და პირველში შევსულიყავ. ბიჭო, რა მალეთდა დაიწყო ჩასვლა მაგარ და მოვედით ეგრევე ბარ გავიარეთ ოპ. მე ფარსაჩი იწყო. ჰა? იან მოვედი. ხო. ჰა? პოინტი დასაჭირე. ახლა. გეს შესასვლელი. დიდი ბოდიშით წავედი ახლა. აი ამ სტეპას. ბიჭი ასაკე. Короче, ხა ჩამოვედით სტამბულში. აეროპორტში აქედან გვაქვს 3 საათი კიდე. უნდა დაველოდოთ 3 საათი და 3 საათის მერე უნდა წავიდით. 2 საათნახევარი უნდა ვიფრინოთ. ამდე აეროპორტი.
რავი როგორი ფრინე ძმა? ფრენიც საკაიფო. გისწორდება ახლა იასნია, ხო? ერთი სული მაქვს ქართული რა მიწაზე უნდა რომ გააკეთო? გავდგავ. პირველი რა უნდა გააკეთა რა ჩახა? ჯერ არავინ არის რომ ჩავდივარ. შენ თან ვაფშე არავინ არის. ოი, კაი პონტია. ნახავ ხალხს და მე ერთკვირიანი ხო იცი? ხა, მარა გადაბუნ. ჭაჭა ხინკალის. ამბავი წუძას. ხინკალი ჭაჭასო აგრად. და მეც 27 დეკემბერს უკან ბრუნდები. კიდე თავიდან დავწყებს იმან. ბაესკა და ბაეს. მარა ჩაიდგა. დუტი ფრი? არ ვიცი, მარა გავიაროთ და ოთვალიეროთ. ზადა შერაშვების. რავი აგერო შინაურებ თანავარსი შენც როგორ გავიდა პაესკა? სწრაფად გავიდა და რავი საერთო რა ჯამში უნდა კაი ქნა იყო რა ბიჭო მაგრად მშია ჯერ რო ჩავალ თქვენ შენ აგიდან შაურმა უნდა მიწყოს. რა შაურმა. უეჭველი შაურმა მე ვეურჭამ მაგის დედა ვიღავ ჭამ ხო იცი ღორის ხორთ ხო? ბიჭო მექსიკური მირჩევნია მაგრამ შაურმა მონატრებული მე მაქვს მინდა ძმა პირველ რიგში მივიდე. ხო მივალ სახში. ბარგს დავდებ ასე დავждები და საათს უყურებ ასე და ასე და შენ მანქანის თემა რა წავიდე და მანქანა ჩამოვიყვანო. და მე ხვალისთვის ალბათ ხინკალს დავარტყავ და ერთ ხინკალი 100 გრამს ჩაწყა, რა. ჩაუფეს ზაზას დაბადების დღე შემოდის ხალხი ოქროსი სიმონ სამა შეიძლება ვიდუგი შემოდის. ჩემი დაბადების დღე შემოდის აი ვაფშე აი გასტროლი როგორ გავიდა შენთვის? გასტროლი გავიდა ძალიან სწრაფად? არ ველოდიას რა დატვირთული ვიყავით ნასთავარია ტრამვის გარეშე გავიდა ერთ მადლობა ყველა ვაფშე რა ისე ჩავატარეთ რომ იყო რაღაცა პატარაები მაგრამ არაფერი განსაკუთრებული და ეშველა ყველაფერს კი ბატონო ყვაყოფილი ხარ? კომპანია ერთადერთი უკმაყოფილება მარტო იყო ჩემი იყო ალბათ კონცერტი ისა თვითონ შოუ რა უკეთესი შოუ მიცემია ამასთან შედარებით. თორე დანარჩენი პირობები ნორმალური იცხოვრება, საქმე ნორმალური, ყველაფერი ნორმალურია. კაია ძმა, კაი ჩატარდა. წარმატებები კიდე ყველას ერთად ასე. გეხუტუნეს. თქვენ ხო არ იტყვით? რას? აქეთ გამოდი რომ ვინმე არ შემომედაოს რომ ნუ მიღებ. პროფილი მაგაი. პროსტა თქვი აი შენთვის გასტროლი როგორი იყო რა? როგორ მალე გავიდა? როგორ გესიამოვნა? მალე გავიდა, მაგრამ ემოციურად დატვირთული, ფიზიკურად დატვირთული. და რავი, შენ თავიდან პატარა ტრამვებიც გქონდა? არა, ეგ ყოველთვის მასე, სანამ შევეგუები დატვირთვას. მაგრამ რა ვიცი რა, როდესაც აკმაყოფილი ვარ თქო, მოგატყვევთ, მაგრამ ნორმალური იყო. გოგოებზე არის აწყობილი შოუ. კი. ხო და ამას მე არ მივესალმები. ბიჭები უნდა დაიტანჯნონ, გოგოებმა უნდა დავისვენოთ. რა ვიცი, კარგი იყო მეგობრებო, წადით. დიდი მადლობა. ეხლა შენ თქვი მარიამ როგორ გამარჯობა, გასტროლი როგორ ძალიან ჩება ამის დედას შევეც. როგორ მოგეწონა გასტროლი, როგორი სისწრაფით გავიდა, რა სირთულეები გქონდა, რა სიმარტივეები გქონდა, უკანო ჩაიარე, რა გააკეთე, როგორ გაერთე? დაღლა გეტყობა კი, ხა იასნია, ნამგზავრი ხარ, პირველი ფრენა გადაატარე. ნორმალურად ჩაიარა ყველაფერმა. ისეთ შოუ საშუალო შოუ იყო რა, როგორც ყოველთვის. გამოცდილება გააქვს თურქეთში დადიხარ გასტროლებზე, კი ბატონო, მაგრამ აი კონკრეტულად ხა რა მოხიბლა თუ არ მოხიბლა 7-9 წელიწადი იცოდი ეს პროგრამა. რა სიტყვა საშუალო რა, არც იქეთ არც აქეთ. ჯერ დაღლა როგორი გქონდა ის? დაღლა ვაიმე, საშინელება. ტკივილები. ყველაფერი მაწუხებდა ერთიანად ტკივილებისგან. რამოდენიმე ისთანაც კარგად ვიყავი, ყველასთან კარგად ვიყავი, მაგრამ არის რამოდენიმე კატეგორია, ვისთანაც არ ვიყავი კარგად. ერთი მხრივ ყველაფერი კარგად იყო. ნუ ყველას ვერ მოერგები რა. აბა შენ როგორ მოგეწონა გასტროლი და როგორი სირთულეები გქონდა და როგორი სიმარტივეები, რა იყო პრობლემები, რა არ ქონა პრობლემები? ჩემთვის ეს პაესკა იყო ძალიან სტრესული. ესე ვიტყოდი. ალბათ ხალხიდან გამომდინარე უფრო, იმიტომ რომ
ისეთები იყვნენ თურქების 80%, რომ ჩემთვის ანუ აი სტრესულ გარემოს ქმნიდნენ. შოუსაც შევაფასებდი როგორც ჩვეულებრივ ნორმალური შოუ, განსაკუთრებული არაფერი, მადლობთ. განსაკუთრებული ისეთი არაფერი. ნუ საბოლოო ჯამში მადლობა უფალს რაც იყო რა. კი ბატონო. ანუ ეხლა ვარ ძალიან ბედნიერი. ძალიან ბედნიერი. ძალიან მიხარია რომ მივდივარ საქართველოში ყველაფერს მერჩევნია ჩემი საქართველო აი არ ვიცი ძალიან მიყვარს მე თურქეთში. საქართველოსკენ ხიდი ნახეს. აი მე ჩემოდას რა ჭირე საღო თქვენ დაშენ მორჩით კაროჩე ჩამოვედით აგერა ვარ აი თბილისის პარკი აეროპორტიდან მოგესალმებით ეხლა კი ბატონო ეხლა შეგვიძლია გავიდეთ просто აქედან ეხლა გავთიშავ და წინიდან დავიკავებ რა სვაიგარი მშვიდობით ჩამოვედით დაღლაც არის და ყველაფერი ელმანა დავინახე ო მის წამიხშევატო წადიშე წავდი ყველა გასული ჩვენ ავართ ერთია ესე რომ დავბოდიალო ძმა Hey, drip drop out of high school, tiptoe up I fall, sip so much my juice, dizzy dash Liverpool.